ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც 19 იანვრიდან მოქმედებდა, შეწყდა. 18 მარტის ღამეს ისრაელის არმიამ მასშტაბური შეტევები წამოიწყო ღაზის სექტორში. IDF-ის პრესსამსახურის ცნობით, თავდასხმა მოხდა ათობით სამიზნეზე. ჰამასის თქმით კი დაიღუპა 320 ადამიანი, მათ შორის ტერორისტების ლიდერები. ოპერაციას სიმამაცე და ხმალი ეწოდა. უსაფრთხოების წყაროები მიუთითებენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც 2024 წლის ბოლოს სახმელეთო ოპერაცია დასრულდა. თუმცა მასში ჩართული იყო მხოლოდ ავიაცია, რომელიც მოქმედებდა ომის წინა ადგილობრივი ოპერაციების დროს მიღებული სქემით. ცაჰალის სპიკერის ცნობით, თავდასხმა მოხდა სამეთაურო პუნქტებსა და ტერორისტულ ობიექტებზე, გვირაბებზე, იარაღის საცავებსა და შტაბ-ბინის შენობებზე. ტერორისტებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების მიზნით საჰაერო ძალებმა შეუტიეს ათობით სამიზნეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ბრძოლები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჰამასმა უარი განაცხადა შეთანხმების შესახებ და მძევლების გათავისუფლებაზე. ამიერიდან ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ იმოქმედებს მზარდი სამხედრო ძალით, დასძინეს ოფისში. თავის მხრივ არმიამ განმარტა, რომ საომარი მოქმედებების განახლების გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო ოპერატიული აუცილებლობით, როდესაც გაირკვა, რომ ჰამასი აქტიურად ემზადებოდა დივერსიისთვის და თავდასხმებისთვის IDF-ის საგუშაგოებზე ისრაელის ტერიტორიაზე. ოპერაცია პირველი იყო ეიან ზაიარისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინიშნა შტაბის უფროსად. ის სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა შინბეტის ხელმძღვანელ რონენ ბართან ერთად. არმია ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპზე ოპერაციის დეტალები ოპერატიული მიზეზების გამო არ საჯაროვდება. თეთრი სახლის განმარტებით, ტრამპის ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმების შესახებ. ტრამპმა თქვა, ჰამასი, ჰუსიტები, ირანი, ვინც ცდილობს ტერორიზმის გზით იმოქმედოს არა მხოლოდ ისრაელის, არამედ შეერთებული შტატების წინააღმდეგ, გადაიხდის ძვირფასს. ციტირებს Fox News-ი თეთრი სახლის პრეს-მდივანს კეროლაინ ლევიც. მან ასევე დაამატა, რომ ახალ ადმინისტრაციას არ ეშინია ღიად დაუჭიროს მოკავშირეებს მხარი, მათ შორის ისრაელს. შიდა ფრონტის სარდლობის ცნობით, ამჟამად ისრაელის მოსახლეობისათვის არანაირი ცვლილებები არ არსებობს რეკომენდაციებში. აღსანიშნავია, რომ როგორც არაბული მედია იტყობინება, ისრაელის ჯარებმა უკვე სახმელეთო მანევრიც დაიწყეს ჩრდილოეთ ღაზის სექტორში. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს მასშტაბურ დარტყმებს იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ.